მოგესალმებით მეგობრებო ყველას. დღეს განვიხილავთ კიდევ ერთ ავტოდიაგნოსტიკას, რადგანაც თქვენი მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი არის ხოლმე რა რაოდენობის ავტოდიაგნოსტიკაც არ უნდა განვიხილოთ და ეს ლოგიკური არის ალბათ, რადგანაც დღესდღეობით ავტომობილებში ფაქტიურად შეუძლებელია ამა თუ იმ რაღაცის გაკეთება და ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა კარგი ავტოდიაგნოსტიკის გარეშე. დღეს გვექნება განსახილველად ფირმა Mukaris 892 მოდელი Bluetooth ვერსია. ძალიან დიდი ვიდეო რომ არ გამოვიდეს, მოდით გადავიდეთ კონკრეტულად უკვე ავტოდიაგნოსტიკაზე, გაჩვენებთ თუ რა მოყვება მას და შემდეგ უკვე გავტესტოთ რეალურ პირობებში თუ რა შეუძლია მას ავტომობილთან. აი ასეთ ყუთში მოდის შეძენის შემდეგ ეს ავტოდიაგნოსტიკა და გვაქვს ასეთი ძალიან ლამაზი, კარგი, კომპაქტური ჩანთა. მოდით ახლა გავხსნათ და ვნახოთ თუ რა დევს ამ ჩანთაში. როგორც ხედავთ, აი ასეთი ზომის ჩანთა გვაქვს. შეგვიძლია მანქანაში ჩავდოთ, სადაც არ უნდა მივდიოდეთ, ძალიან კომპაქტური. და ყველაფერი არის შიგნით, რაც გვესაჭიროება. ეკრანის დამცავი არის, აი ასეთი. თვითონ დანადგარი დიაგნოსტიკის აპარატი, რაზედაც გადავალთ ეხლავე. უბრალოდ უცებ გადავავლოთ თვალი რა მოყვება. მოყვება LAN კაბელი, რომელიც ამა თუ იმ მოდელში შეიძლება დაგჭირდეთ, მაგალითად BMW-ს ჭირდება ხოლმე ხშირად დაპროგრამების დროს. მოყვება ინსტრუქცია, ასევე ძალიან ბევრ ენაზე და აი ეს კაბელები, რაც მოყვება, ესეც აქ ყველაფერი არის ნაჩვენები. ეს ძალიან ნაკლებად გვაინტერესებს ხოლმე ჩვენ ხალხს, კითხვა არ გვიყვარს დიდად, ამიტომ პირდაპირ უცებ ვნახოთ, სატენი მოყვება სხვადასხვა ადაპტორებით, სხვადასხვა თავებით, აი ჩვეულებრივი სტანდარტული. ასევე შეგიძლიათ ჩვეულებრივი ტელეფონის სატენით დატენოთ. მოყვება USB კაბელი დასატენად და მოყვება აი ასეთი გადამყვანი, რომელსაც აქვს ასევე LAN კაბელის შესაერთებელი. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის დიაგნოსტიკისთვის ეს საჭირო არის, ან დაპროგრამებისთვის. და გადაყვანის მხრივ, გადამყვანი შეგიძლიათ ეგრევე USB აქვე დავაერთოთ და პირდაპირ აქ შევუერთოთ LAN-ი. ხოლო ეს მეორე არის USB-C დასატენად ჩვეულებრივი სტანდარტული, როგორც დღესდღეობით ყველა აპარატზე და ტელეფონზე გვხდება. თვითონ დიაგნოსტიკა გამოიყურება ასე, ზემოდან ახლა უბრალოდ დაკრული გვაქვს, არამიძვრია დამცავი, რაც იყო დაკრული. აი ასეთი რეზინის შესრულებით არის გვერდებზე, რომ კარგად დავიჭიროთ ხელში. ჩამთველი ღილაკი ზემოდან გვაქვს. გვაქვს აი ასეთი ძალიან კარგი ფუნქცია, შეგვიძლია დავამაგროთ საჭეზე, ან უბრალოდ აი ასე დავდოთ და ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ძალიან ისეთი მყარი არის, ალუმინის შესრულებით არის აქ, ესეც ალუმინის არის ყველაფერი. არ არის ძალიან მსუბუქი და არ არის ძალიან მძიმე. აი საკმაოდ ისეთი კარგი დასაჭერი არის ხელში. თვითონ Bluetooth-ის გადამცემი, რომელიც უნდა შევაერთოთ OBD-ში, ავტომობილში, ზედ არის მაგნიტით მიწებებული, ესეც ალუმინით არის შესრულებული და გვერდებზე რეზინა პლასმასის ნარევი აქვს. ესეც საკმაოდ ისე იწონის რა, ასე რომ ვთქვათ, არ არის რაღაცა მსუბუქი, არახარისხიანის შთაბეჭდილებას არ ტოვებს. ეს შეგვიძლია პირდაპირ აი ასე მივაწებოთ ზედ და თუ რამდენად ძლიერად იჭერს მაგნიტი, რომ ნახოთ, აი ნახეთ. ჩვეულებრივად შემიძლია ამიანად მთლიანად ზემოთ ავიღო. აი ასე. ანუ თქვა და ეს რო დევს, იმდენად ძლიერია მაგნიტს თვითონ იკრავს. ეს რაც შეეხება თვითონ ამ ყუთს. შეგიძლიათ ჩადოთ და გადაადგილდეთ ამით. ეხლა გადავიდეთ კონკრეტულად უკვე კომპიუტერზე თუ სკანერზე, რა ვიცი როგორაც გინდათ ისე დაარქვით. ეხლა კი გადავიდეთ უკვე კონკრეტულად თვითონ დიაგნოსტიკაზე, თუ რა ფუნქციები აქვს და რას გვთავაზობს ის.
ძალიან იოლი მოსახმარი არის, მინდა გითხრათ და მარტივიანით არის ყველაფერი გასაგებად. ზემოთ გვაქვს დიაგნოზის მენიუ, ანუ დიაგნოზის დასასმელად, ამოსაკითხად, შეცდომების და ასე შემდეგ. შემდეგ მე გერმანულად მიყენია უბრალოდ თქვენ ნებისმიერ ენაზე დააყენებთ, რა ენაზეც თქვენთვის მოსახერხებელი არის, ვართუნ გერმანულად არის სერვისი. ამა თუ იმ რაღაცის გაკეთება, მას გაჩვენებთ ახლა ყველაფერს დეტალურად, აპდეიტები და დანარჩენი ფუნქციები კიდევ რაც გვესაჭიროება. ასევე ცალკე მენიუ აქვს აქ გვერდით, სადაც კიდევ შეგვიძლია ესა თუ ის რაღაც შევცვალოთ. გადავიდეთ ახლა კონკრეტულად დიაგნოზზე. დიაგნოზის დასასმელად გვაქვს ავტომატური ძებნა, ავტომატურად შეგვიძლია ამოვაკითხიოთ მანქანა. გვაქვს მეორე ვარიანტი, სადაც უკვე შეგვიძლია ავტომობილის ამა თუ იმ მარკის და ამა თუ იმ მოდელის ნახვა. არსებობს ყველა მოდელი აბსოლუტურად, რაც კი რამ არსებობს და რაც კი რამ არის. აი გადავიდეთ ამერიკული ავტომობილები შეგვიძლია პირდაპირ ავირჩიოთ, ევროპულები შეგვიძლია პირდაპირ ავირჩიოთ, აზიური მანქანები შეგვიძლია ავირჩიოთ და ჩინური მანქანები. ნახეთ ჩინური მანქანების რა რაოდენობა გვაქვს. ფაქტურად ყველა მანქანა არის. ეს არის მანქანები, მაგალითად, რომელიც ცოტა ხნის წინ ამოიკითხეთ, შეერთებული გქონდათ დიაგნოსტიკა, ასევე შეგიძლიათ აქ დაამატოთ თქვენი ავტომობილი, ამოიკითხეთ მაგალითად შეცდომები და ყოველ ჯერზე რომ არ ეძებოთ ახლიდან, შეგიძლიათ აქ დაამატოთ. მოკლედ რაც შეეხება იმ თემას, რომ არის თუ არა ესა თუ ის ავტომობილი, ყველა ავტომობილია რამე თუ არსებობს. შეგვიძლია პირდაპირ OBD-ში შევიდეთ და დიაგნოსტიკა ისე გავუკეთოთ. ეს არის ასევე როგორც იქ ვნახეთ ბოლოს დადიაგნოსტირებული ავტომობილები, თუ რა რიცხვში რა დროს გაკეთდა დიაგნოსტიკა. შეგვიძლია ასევე გავუგზავნოთ კლიენტს, თუ თქვენ ავტოსერვისი გაქვთ, იმეილზე გადაუგზავნოთ მონაცემები, ან ამოუბეჭდოთ. ასევე არსებობს ცალკე აი ასეთი მენიუ, ფორუმივით არის, დაგეხმარებიან, თუ რაიმე ესა თუ ის პრობლემა გაქვთ და არ იცით რა როგორ გააკეთოთ და ეს არის ამ ავტოდიაგნოსტიკის ეგრეთ წოდებული ChatGPT, ასე რომ ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტი. ასევე გადავიდეთ ახლა ფუნქციებზე, თუ რა ფუნქციები აქვს ამას, რომელიც ყველა როგორც მოყვარულისთვის, ასევე პროფესიონალისთვის, პროფესიონალურად ავტომობილებთან მომუშავე ადამიანისთვის მნიშვნელოვანი არის. დავიწყოთ, 35 ფუნქციაა თუ მეტი, თუ ზუსტად ვამბობდა თუ არ მეშლება, მაგრამ 35-ზე ნაკლები არ არის. ეს არის Z-ის სერვისის ჩამოყრა და განულება. გვაქვს ასევე სამუხრუჭე სისტემის გახსნა, EPB, ეს არის ელექტრონიშე ფარკ ბრემსე, გერმანულად ასე აღენიშნება, უკანა მუხრუჭები რომ შევცვალოთ, ამისათვის უნდა გავხსნათ ელექტრონული სამუხრუჭე სისტემა. ამის გაკეთება შეგვიძლია. გვაქვს ასევე ახალი აკუმულატორის ჩაწერა და კალიბრირება. აქ როგორც ხედავთ, დროსელის კალიბრირება, შეცვლის დროს და ჩამოყრა მისი მონაცემების, AdBlue-ს ჩამოყრა. ეს არის ინჟექტორების ჩაწერა, მაგალითად დიზელის ავტომობილებში ძალიან მნიშვნელოვანი არის. ასევე AGR-ის ადაპტაცია, NOx სენსორი, ეგრეთ წოდებული ლამბდა ზონდების ჩაწერა, ადაპტაცია, კალიბრირება, DPF-ის რეგენერაცია, ეგრეთ წოდებულ საჟავოი ფილტრს, რასაც ეძახით. გვაქვს SMES, რასაც ვეძახით, ჰაერისა და საწვავის ნაზავის ჩამოყრა ასევე და ადაპტაცია. რაც ძალიან საინტერესო არის აი ეს არის გარბენის შემოწმება, რეალური გარბენი აქვს თუ არა ავტომობილს, სხვადასხვა ბლოკებს შეგვიძლია შევამოწმოთ, ABS-ის დაჰაერება შეგვიძლია გავაკეთოთ, შუქის გასწორება ამა თუ იმ მაგალითად LED განათება გაქვთ თუ ქსენონი თუ რა ვიცი როგორც გაქვთ იმის მიხედვით, თანამედროვე ავტომობილებში უნდა ჩაიწეროს მათი ბლოკების კოდირება უნდა მოხდეს. ეგრეთ წოდებულ პადუშკებიან ავტომობილებსაც, ასაც ვეძახით HR-ზე, რაც არის როგორც არის S-კლასი, მე-7 სერია თუ ასევე ფურგუნის ტიპის ავტომობილებში, E-კლასში, მე-5 სერიაში შეგვიძლია ეს ყველაფერი ამით გავაკეთოთ.
Airbag-თან დაკავშირებული ყველანაირ სამუშაო შეგვიძლია ჩავატაროთ. შეგვიძლია ასევე ეგრეთ წოდებული სცეპლენის შეცვლის შემდეგ ჩამოვყაროთ მონაცემები, ასევე DSG ავტომატურ გადაცემათა კოლოფებში. შეგვიძლია ასევე ელექტრონული წყლის პომპა შეგვიძლია ჩავრთოთ, გამორთოთ, დავაკალიბრიროთ. მთავარი მართვის ბლოკი ძრავის შეგვიძლია დავაკალიბრიროთ და ჩამოვყაროთ. ასევე მანქანის gateway სისტემები, CAN-ბუსები შეგვიძლია დავაკალიბრიროთ მის მიხედვით. ეს კიდევ გადაცემათა კოლოფის კალიბრირების არის, ეს კიდევ ერთხელ გადაცემათა კოლოფის კალიბრირების არის DSG-ში, როგორც გითხარით. ეგრეთ წოდებული სცეპლენი არის და მის გასასწორებლად ეს არის მანქანას რომ მისდევს რა ასე რომ ვთქვათ მეორე მანქანა წინ ასეთ ბლოკებს რასაც ხედავთ შიტოქში წინა ბამპერში მის დასაკალიბრირებლად ასევე გასაღების წაშლა, ჩაწერა, ახალი გასაღების მიმაგრება ავტომობილზე, ენის შეცვლა ავტომობილზე, ასევე კილომეტრის კორექტირება, ეს ასე რომ ვთქვათ, ჩამოყრავ ახლა ვიღაც სიტყვის, მაგრამ ეს უნდა გამოვიყენოთ ნორმალური რაღაცეებისთვის და არა არაკანონიერი რაღაცების გასაკეთებლად, მაგალითად შეცვალეთ სპიდომეტრი, ის გარბენი რაც გქონდათ, რომ დააყენოთ იმ გარბენზე, ისევ წვიმის სენსორის და შუქის სენსორის დაკალიბრირება, მაგალითად თუ გვინდა რომ უფრო ადრე ჩაერთოს, უფრო გვიან ჩაერთოს, ელექტროსკამების დაკალიბრირება, ეს არის საჭის სენსორის დაკალიბრირება, შლეიფს ეგრეთ წოდებულს, ოდესაც შეცვლით, სტარტ-სტოპის გათიშვა და ჩართვის ფუნქცია გვაქვს, რომ სამუდამოდ გავთიშოთ ან სამუდამოდ ჩავრთოთ, მუდმივად უფრო სწორად. პანორამა ლუკის, ან ჩვეულებრივი, რა ვიცი, ნებისმიერი ტიპის ლუკის დაკალიბრირება, გასწორება, ასევე წნევის დაკალიბრირება, წნევის სენსორების ბორბლებში. ეს არის ახალი ავტომობილებისთვის ტრანსპორტ სისტემების გათიშვა. ტრანსპორტ სისტემა ვინც არიცით არის რომ მაგალითად 2000 ბრუნზე მეც არ ტრიალებს ძრავი და შეზღუდულად არის ესა თუ ის რაღაცეები მოცემული. ყველაფრის გამოყენება არ შეგვიძლია რაც აქვს ავტომობილს, ამიტომ ეს ტრანსპორტ სისტემებს ჩვენ ვთიშავთ სამსახურში, როდესაც ახალ ავტომობილებს ვაკეთებთ. ტურბოს დაკალიბრირება და ტურბოს მონაცემების ჩამოყრა, თუ შევცვალეთ თქვა და სხვა საბურავები დავაყენეთ, ახალ თანამედროვე მანქანებზე ხშირად არის ხოლმე, უნდა ჩავუწეროთ, აი მაგალითად მე BMW-ს მაგალითს მოვიყვან, BMW-ს უნდა ჩავუწეროთ თუ რა ტიპის საბურავები უყენია Z, რომ ABS-ის ბლოკს არ აერიოს და ის რაოდენობა, რასაც თვლიდა, ზუსტად ისე ათვალოს და არა სხვანაირად, რადგანაც სხვა ზომის საბურავები უყენია. შეგვიძლია ასევე შუშების კალიბრირება, ელექტროშუშების კალიბრირება. როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი ფუნქცია გვაქვს, ფაქტიურად ყველაფერი, ასე რომ ვთქვათ. აპდეიტებს რაც შეეხება, აპდეიტები ხა ინტერნეტზე არ მაქვს შეერთებული, შევუერთებთ ხა ინტერნეტსაც და ვნახავთ. აპდეიტი არის სამუდამოდ, რაც მნიშვნელოვანია, მუდმივად ამ აპარატს, როდესაც შეიძენთ, მუდმივად გექნებათ სამუდამოდ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ახალი პროგრამა შიგნით ჩაწერილი. აპდეიტები ძალიან ხშირად კეთდება ამა თუ იმ მარკის, ამა თუ იმ მოდელზე, რომელიც ავტომატურად, როგორც კი დააჭერთ OK-ს, განახლდება და ყოველთვის გექნებათ აბსოლუტურად აქტუალური ვერსია შიგნით ჩაწერილი. მოდით ახლა უკვე გადავიდეთ კონკრეტულად ავტომობილზე და კიდევ ხო რისი ჩვენებაც მინდოდა, Wi-Fi აქვს აქ ზემოდან, შეგიძლიათ ასევე სკრინშოტი გადავუღოთ ეკრანს, შეგვიძლია ასევე ვიდეო გადავუღოთ ეკრანს, რასაც ვაკეთებთ. ეხლა მე შემეძლო მაგალითად ვიდეო გადამეღო და ისე დამედო ეკრანის ვიდეოც, ამის შესაძლებლობაც არის, ეს უბრალოდ ეკრანის მოსაბრუნებელი არის. 24/7-ზე დაგეხმარებათ თვითონ ამ ფირმის დამხმარეები, ეხლა Wi-Fi გათიშული მაქვს, როგორც გითხარით, ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში და ასევე გვაქვს აი ასეთი ხელოვნური ინტელექტის, რაც მე ვცადე და სხვათა შორის საკმაოდ კარგი იყო, ეხლა ჩავრთავთ Wi-Fi-ს გაჩვენებთ. როგორც კი ჩავუწერთ ხელოვნური ინტელექტს, ეს არის ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ ისეთი, როგორც ტელეფონში გვაქვს ეგრეთ წოდებული ChatGPT, არამედ
კონკრეტულად ამ მოდელისთვის, ამ მარკის ავტოდიაგნოსტიკისთვის შექმნილი, სადაც ჩაუწერთ ამა თუ იმ შეცდომას ავტომობილისას და გვეუბნება თუ როგორ შეუძლია დაგვეხმაროს. და ყველაფერს აბსოლუტურად მე ვნახე, რომ მონაცემები, ელექტროსქემებიც კი იყო ნაჩვენები და სად რა ვოლტი უნდა მოდიოდეს, სად რა როგორ უნდა გავზომოთ, ეს ყველაფერი ნაჩვენები იყო. ასევე შეგვიძლია ეგრეთ წოდებული ამ TMViewer-ით შევიდეთ, თუ რა ვიცი როგორც ქვია ინგლისურად, მე გერმანულად ვარ მიჩვეული ყველაფერზე. შეგიძლიათ ვიღაცა შემოვიდეს აქ და თქვენ თუ ვერ ერკვევით, იმან გააკეთოს თქვენს მაგერად დიაგნოსტიკა და ყველაფერი რაც საჭიროა. ასევე გვაქვს ამა თუ იმ შეცდომების ბიბლიოთეკა, ინტერნეტის გარეშე შეგვიძლია ჩავწეროთ ახლა რაღაც შეცდომის ნომერი და გვეტყვის თუ რასთან დაკავშირებული შეცდომაა და როგორ უნდა მოვახდინოთ მისი ლოკალიზება. ასევე კიდევ ბევრი სხვადასხვა ფუნქცია გვაქვს, ჩაწერილი გვაქვს ასევე YouTube-იც, Google-იც, ყველაფერი ბრაუზერიც, ეს არის ჩვეულებრივი Android-ის სისტემა. ეხლა გადავიდეთ უკვე ავტომობილზე. აი ახლა გადავინაცვლე უკვე მანქანაში, შეგვიძლია აი ასე საჭეზევე დავამაგროთ, მაგრამ გადასაღებად თქვენ რომ უკეთესად დაინახოთ, ალბათ ასე უკეთესი იქნება. დავატრიალოთ გასაღები. აი ასე. შევიდეთ დიაგნოზში და ავირჩიოთ ავტომატური დიაგნოსტიკა. ავტომატური დიაგნოსტიკისთვის საჭირო არის რომ Wi-Fi-ზე იყოს შეერთებული, ტელეფონიდან შეგვიძლია მივცეთ ინტერნეტი და თვითონ ნახავს უკვე თუ რა ავტომობილს ვაკეთებთ. აი მიგვიწერა VIN კოდი BMW 2006 წლიანი 318 CI. ეხლა შევალთ სხვადასხვა მართვის ბლოკებში და ავირჩევთ ჩვენთვის სასურველ ეტაპს, რის გაკეთებასაც ვაპირებთ. ავტომატური შეცდომების არჩევა, ანუ შეცდომების არჩევა კი არა, შეცდომების წაკითხვა, თუ ხელი შეგვიძლია, კოდირებები და სპეციალური ფუნქციები. შევიდეთ მაგალითად ავტომატურ ძებნაში, რომ უბრალოდ ამოვიკითხოთ შეცდომები, თუ რა შეცდომები აქვს დამახსოვრებული მართვის ბლოკს. შევედით მართვის ბლოკში, ხედავთ ასევე VIN კოდს, ხედავთ ავტომობილის გარბენს, E46 ძარა, ავტომატური გადაცემათა კოლოფით, LL, ანუ მარცხენა საჭიანი, გამოშვების ქვეყანა არის გერმანია და N46 ძრავით, რაც ძალიან კარგი არის, როდესაც ძრავს ხედავთ ავტომობილში თუ რა ძრავით არის. ასევე რაც ძალიან კარგია, ვოლტაჟს ხედავთ 12.6 ვოლტი გვაქვს ამ წუთას წაკითხვის დროს. გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. როგორც ხედავთ, შევედით მართვის ბლოკებში, გვაჩვენებს თუ რა ბლოკები არის ხელმისაწვდომი და გადავინაცვლოთ ძრავის ბლოკში. ძრავის ბლოკის მონაცემებსაც ხედავთ, შევიდეთ შეცდომებში და აქ გვაჩვენებს, რომ არანაირი შეცდომა არ აქვს დაფიქსირებული ძრავში ამ ეტაპისთვის. ასევე შეგვიძლია ინფორმაცია ავიღოთ ამ ბლოკის, თუ რა ბლოკთან გვაქვს კავშირი და ასევე შეგვიძლია შევიდეთ აი აქ და ვნახოთ სხვადასხვა მონაცემები. მაგალითად, მოდით ავირჩიოთ ძაბვა, რა გვაქვს ამ შემთხვევაში. აი სიტყვაზე მაგალითად მაგალითისთვის პედალის სენსორი, მუხრუჭის შემშვები, წნევები, აი უბრალოდ რაღაცები ავირჩიოთ, რომ თქვენ ნახოთ თუ ერთი წამით აი ასე დაახლოებით რო ნახოთ უბრალოდ თუ რა არის შესაძლებელი და აი აქ გვაქვს ფუნქციები ძალიან ბევრი 68 ფუნქცია გვაქვს რისი ნახვაც შეგვიძლია შეხედეთ ვალტრონიკის და ყველაფრის აბსოლუტურად ეხლა ამას დავაჭერთ და გვაჩვენებს აქ რომ ამ შემთხვევაში 12.4 ვოლტი გვაქვს არ არის დაფიქსირებული ბრემს პედალარი გერმანულად მუხრუჭი აი დავაჭერ ახლა მუხრუჭს დავაჭერ და წეს აი
BT-ით დაწერია, ეს ნიშნავს დაჭერილია მუხრუჭზე, გავუშვებ. ეხლა მიაჯერს რომ არ არის და აი ასე. აქ ნულებს იმიტომ ხედავთ რომ მანქანა დაქოქილი არ არის. დროსელი აი, ნახეთ. ეხლა გაზის პედალი არის 0%-ზე, როგორც კი დავაჭერ ოდნავ, აი აიწია, რამდენი პროცენტითაც არის, ეხლა უფრო მეტი, ეხლა კიდევ უფრო მეტი და დროსელიც იცვლის თავის პოზიციას. ანუ რამდენზეც დავაჭერ პედალს, იმის მიხედვით დროსელიც იცვლის. აი ნახეთ. ხედავთ? აქ თუ სხვაობა იქნება ამ პროცენტებს შორის, მაშინ ნახავთ, რომ პედალი, გაზის პედალი და დროსელი ერთმანეთთან 100%-ით არ კომუნიცირებს. Kickdown-ზე დაჭერილი არ არის, ანუ ბოლომდე პედალზე აჩვენებს, ეხლა დავაჭერ ბოლომდე, kickdown-ის ღილაკს 100%-ით არის გაზ პედალს დაჭერილი, kickdown-ზეც და დროსელიც 100%-ით არის გაღებული. ტემპერატურა აქ Fahrenheit-ებში გვაჩვენებს, ეს შეგვიძლია აქ შევცვალოთ, სადღაც ეწერა. ეს მონაცემებში შეგვიძლია შემდეგ ცალკე შევიდეთ და იქ ვნახოთ ეს ყველაფერი. ასევე ნახეთ, აი ასეთ გრაფიკში შეგვიძლია ვნახოთ. აი ნახეთ, ეხა ბოლომდე დავაჭირე გაზის პედალს, გავუშვი. ისევ, აი ვათამაშებ გაზის პედალს და აქ შეგვიძლია დიაგრამაში ასე ვნახოთ, რაც ზოგ შემთხვევაში მაგალითად ლამბდა ზონდის დიაგნოსტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეს Fahrenheit-ებშია რამდენი გრადუსი არ ვიცი, ამის შეცვლა შეიძლება ცალკე შემდეგ შევალ მონაცემებში, ეტყობა ამერიკულზე მაქვს მე აქ რაღაც დაყენებული, რადგანაც სიჩქარეებსაც მილებში მაჩვენებდა გუშინ, რომ შევედი. ეხლა აქედან შეგვიძლია გამოვიდეთ, როგორც ნახეთ, ნებისმიერი მონაცემის ნახვა არის შესაძლებელი ამ შემთხვევაში. აქედან გამოვიდეთ და შევეცდები კიდევ სხვა მონაცემები განახოთ, როგორიც არის მაგალითად ვალტრონიკის კალიბრირება, ასე რომ ვთქვათ, სწორ პოზიციაში მოყვანა. შეგიძლიათ ასევე შეცვალოთ მონაცემები ხალასტოი ხოცრასაც ვეძახით, როდესაც დაქოქილია თუ რამდენზე იდგეს და ძალიან კიდევ ბევრი სხვა რამ. ეხლა გამოვიდეთ და შევიდეთ სხვა ბლოკებში, ზუსტად ვიცი რომ აქ შუშის ამ წეებთან რაღაცა პრობლემა მაქვს. და ეხლა მოვძებნი ზუსტად იმ ბლოკს შუშის ამ წევისას და ვნახოთ აი შეცდომაც რო ნახოთ როგორ აჩვენებს ამ ყველაფერს. შევიდეთ აი აქ. შევიდეთ ამ ბლოკში ცენტრალური ელექტრიკის აი აქ. შევიდეთ შეცდომებში და გვაჩვენებს ორ შეცდომას. ეს არის Einklemschutz. Einklemschutz ნიშნავს გერმანულად, აი აქ ხელი რო ჩაყვებათ ან არ იკეტება შუშა, ან პრობლემები აქვს, წინაღობას გრძნობს, მაშინ არის ეს შეცდომა დაფიქსირებული, ვიცი რომ ამისი პრობლემა აქვს ამ ავტომობილს და აქ აჩვენებს, როგორც ხედავთ, ამ შეცდომებიდან შეგიძლიათ შეხვიდეთ ხელოვნურ ინტელექტში და დაიხმაროთ ის ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრაში, სადაც ამა თუ იმ მოდელთან დაკავშირებით არის ასევე ელექტროსქემებიც, რის მიხედვითაც შეგიძლიათ პრობლემის გადაჭრა. ასევე აქედან რო გამოვიდეთ, შეგვიძლია პირდაპირ Google-ს დავაჭირო და Google-ში ამოაგდებს უკვე ამ შეცდომებთან დაკავშირებით ფორუმებზე თუ რა ვიცი ვის რა პრობლემებიც აქვს, ან პირდაპირ Google-ი გეუბნებათ რა ში არის საქმე, ასევე არის YouTube ვიდეოები ბევრი, რაც შეიძლება დაგეხმაროთ მაგალითად ამ პრობლემის გადაჭრაში. ასევე კიდევ შეგვიძლია სურათი გადავუღოთ ეკრანს, რომ ეს დამახსოვრებული იყოს ეს შეცდომები და შეგვიძლია ასევე გადავიდეთ პირდაპირ ეგრევე დიაგნოსტიკისთვის საჭირო ველში, სადაც შეგვიძლია შევამოწმოთ ესა თუ ის სისტემა. აი ახლა ცოტას ვაწვალებ შუშებს ზემოთ-ქვემოთ და ვნახოთ შეგვეცლება თუ არა აქვს მონაცემები. აქ როგორც ვხედავთ, ასევე როგორც გითხარით იქ Fahrenheit და რაღაცებს რო აჩვენებდა, აი აქ არის აი
მეტრულში გადასაყვანი, ამითაც შეგვიძლია წესით გადავიყვანოთ ეს ყველაფერი კილომეტრებზე მილებიდან და Fahrenheit-დან ტემპერატურის ცვლილებისთვის წაშლით შეგვიძლია რა თქმა უნდა ჩვეულებრივად წავშალოთ შეცდომა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, როგორც ხედავთ ის შეცდომა წაიშალა, ხოლო ეს მუდმივი არის, მუდმივი პრობლემით არის, ანუ მოკლე ჩართვასავით არის, ამიტომ ვერ შევძლებთ მის წაშლას. მოდით გამოვიდეთ ახლა აქედან, გადავიდეთ აი ამ სისტემებში, ავირჩიოთ უბრალოდ ინტერესისთვის თუ გაინტერესებთ, კილომეტრი არის ორიგინალი თუ არა და ვნახოთ, აქვს თუ არა მხარდაჭერა ამ ბლოკებს, ამ ყველაფრის შესამოწმებლად. ამ შემთხვევაში მეუბნება, რომ ვინ კოდი ჩავწერო ამ ავტომობილის, არ ვიცი თავიდან წაიკითხავ ვინი და აქ რატო ვერ შევა, ახლა წერს რომ აქ ვერ ვკითხულობ ვინ კოდს და ჩამიწერეო, ეს შეიძლება იყოს იმასთან დაკავშირებული, რომ ჩემი ინტერნეტი ძალიან ცუდია, რადგანაც აქ გარაჟში საერთოდ არ იჭერს, ამიტომ ვერ ახდენს ვინის იდენტიფიცირებას ამ შემთხვევაში. კარგით აქ დრო რომ დავზოგოთ, გამოვიდეთ მაშინ აქედან და შევამოწმოთ სხვა რაღაცეები, მაგალითად, როგორიც არის ელექტრომუხრუჭის გახსნა. გადავიდეთ მოდით ჩემ ტიგუანზე, იმას აქვს ელექტრომუხრუჭი და ვცადოთ გაგვიხსნის თუ არა იქ ელექტრომუხრუჭებს. აი მოვედით მანქანასთან, შიგნით ჩართული გვაქვს, შეგვიძლია გარეთ ვიყოთ, Bluetooth იმით არის ძალიან მაგარი. აგერ გვაქვს ელექტრონული მუხრუჭები, შევიდეთ მენიუში და ვნახოთ, შეძლებს თუ არა ამ ყველაფრის გაკეთებას. გვეკითხება რომ ჩართული გვაქვს თუ არა ეგრეთ წოდებული ზაჟიგანია, ჩართული გვაქვს. შევიდეთ ახლა, აქტუალიზირებას ვგთხოვს. ამისას ასე რაღაცეები, როდესაც უფრო ახალი ვერსია გამოსული, შეგიძლიათ აქტუალიზირება გაუკეთოთ და ამის შემდეგ გააკეთებს უკვე ამ ფუნქციას. ნახეთ, აი მეუბნება რომ 12 ვოლტი უნდა გქონდეს ავტომობილში, ძრავი უნდა იყოს გათიშული, ხოლო ეგრეთ წოდებული ზაჟიგანია, გახსნელი უნდა იყოს. აუ რა დღეში არიან აქ მოტოროლერებით. და შემდეგ მეუბნება რომ აუცილებლად მანქანაში შიგნით უნდა იყოს ხელის მუხრუჭი, არ უნდა იყოს დაფიქსირებული, ამიტომ გადავიდეთ, დავაჭიროთ მუხრუჭ, ჩავწიოთ ეს. გაიხსნა. ეხლა გადავიდეთ ისევ დიაგნოსტიკასთან და დავაჭიროთ OK-ს. Volkswagen Touareg ყავთო თუ არა, Touareg არ ყავს, სხვა მოდელი ყავს. Bremselen Electronic, Festelbremse გვინდა და Wechsel der Bremsbeläge hinten des Fahrzeugs. აი, ამის გაკეთება გვინდა, რომ შევცვალოთ. შევიდეთ აქ. ხო, შეცდომა არ არის დაფიქსირებული, გავიგე. Sattel hinten. გაგვიხსენი უკანა, აი. გაიგეთ ალბათ, როგორ გახსნა. ხო, ეხლა გახსნილით არ გვინდა სიარული, ეხლა უკან გვინდა დავაბრუნოთ, werden jetzt geöffnet. 30 წამში გაიღებაო. ხო, გავიგეთ, გაიყო უკვე. Nach der Bewertung der Vorausführung des nächsten Schrittes. Okay, გასაგებია, რომ გახსნილია ფრთხილად იყავით. ეხლა დავხუროთ ისევ. როგორც ხედავთ, დახურა. ძალიან კარგი, გამოვიდეთ აქედან. გადავინაცვლოთ ავტომობილში. და ვნახოთ. ხო მუშაობს ყველაფერი წესიერად. კი, გავაღოთ. ავწიოთ. იდეალურია. ესეც ძალიან კარგი, ესეც იდეალურად გააკეთა. ეხლა მყავს გარეთ კიდევ ერთი მანქანა, ერთი პოლო მიყენია, რომელზეც ძრავი დავშალე გუშინ. ზეთი ყველაფერი ახალია გაკეთებული, ჯაჭვი შევუცვალე და მოდით გადავინაცვლოთ იმ მანქანაში და შევეცადოთ სერვისის ჩამოყრას, ასე რომ ვთქვათ, სერვისის განულებას. გადმოვინაცვლეთ ახლა Volkswagen Polo-ში, რომელსაც ჯაჭვი შევუცვალე მეთქი როგორც გითხარით, გადავატრიალოთ გასაღები, შევიდეთ აი აქ და ვნახოთ
შევძლებთ თუ არა სერვისის განულებას. აქაც როგორც ხედავთ აქტუალიზირებას გთხოვს, როდესაც ერთხელ გააკეთებთ ამის აქტუალიზირებას, შემდეგ მეორეჯერ აღარ მოგთხოვთ თუ ახალი ვერსია არ არის გამოსული. ამიტომ როგორც ხედავთ ინტერნეტ საჭიროებს ფაქტიურად ყოველთვის. ეხლა გააკეთებს ამის გადმოწერას, ინსტალაციას და სავარაუდოდ შევძლებთ ჩამოყრასაც ვნახოთ. როგორც კი დაინსტალირა, ავტომატურად ეგრევე გვეკითხება, გვინდა თუ არა რომ ჩამოვყაროთ და გვეკითხება რა, დიდი სერვისი, პატარა სერვისი, თუ ჩვენ თვითონ დავწეროთ, რამდენ კილომეტრზე იყოს, მოდით დიდი სერვისი გავაკეთოთ და გვეუბნება თუ რამდენი 1000 კილომეტრში გვაჩვენოს მანქანამ შემდეგ უკვე რომ სერვისი ესაჭიროება. რადგანაც ეს ერთი და ორიანი ძრავი არის, მე ეხლა დავწერო 10000 კილომეტრზე მეტი ში არ აჩვენოს, ანუ 10000 კილომეტრზე უნდა შეიცვალოს უეჭველი. აი ასე, ფოქშტანო ერფოგრაი. მორჩა, გააკეთა როგორც ხედავთ, აი ახლა გამოვიდეთ აქედან. აი ასე. მორჩა. გავთიშოთ გასაღები, ჩავარჭოთ ისევ. არაფერს არ აჩვენებს. ყველაფერი გაანულა. მოკლედ, არაჩვეულებრივად გაართვა თავის ფუნქციას კი არა, თავის დავალებას თავი. მოკლედ მეგობრებო, როგორც ნახეთ, რეალურ პირობებში გავტესტე, რამდენადაც შემეძლო, ეხლა რა თქმა უნდა ყველაფერი რა ფუნქციაც აქვს, ყველაფერს ერთ ვიდეოში ვერ ჩაატევ, ამას რამოდენიმე საათი დაჭირდება და ალბათ რა ვიცი ძალიან დიდი ხანი, ამიტომ მაქსიმალურად შევეცადე, რომ მეჩვენებია თქვენთვის რეალურ პირობებში, არა ვიღაცის ნათქვამით, არამედ ჩემს მიერ გამოცდილი მუშაობს თუ არა ეს ყველაფერი ნორმალურად და მინდა რომ რეკომენდაციას უწევ, მინდა რეკომენდაცია გავუწიო ამ აპარატს, შეგიძლიათ ასევე თუ თქვენ სურვილი გექნებათ შეიძინოთ, ლინკი იქნება აღწერაში, ქვემოთ Amazon-ის ლინკი არის, ფას სპეციალურად არ დავასახელებ, რადგანაც როდესაც Amazon-ს ხსნით გერმანიიდან თუ სხვა ქვეყნიდან იქნება საქართველოდან, ან სადაც არ უნდა იყოთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში თუ რა ვიცი, რა ქვეყანაში იქნებით, ყველგან სხვადასხვანაირად გაჩვენებს ფასს იმის მიხედვით თუ რომელ ქვეყანაში იმყოფები. მაგრამ უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ძალიან მოსახერხებელი არის თვითონ ერთი აი ასეთი დიაგნოსტიკის აპარატით მოძრაობა და ფაქტიურად ყველაფრის გაკეთება, ვიდრე როგორც მე მქონდა და მაქვს ეხლაც 3-4 სხვადასხვა ლეპტოპით მოძრაობა, რადგანაც იმ ლეპტოპებში არის ზოგჯერ ისეთი შემთხვევა, რომ 1 და 2 დიაგნოსტიკას ვერ დაარეგისტრირებთ, რადგანაც უნდა იყოს მხოლოდ ერთი დაინსტალირებული. ამიტომ ეს არის უბრალოდ დროის მოგება და გამარტივება თქვენი საქმეს. მე დღეს ამით დაგემშვიდობებით მეგობრებო, როგორც გითხარით ლინკი აღწერაში იქნება, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, მომავალ შეხვედრამდე.